ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ყველას. არავინ არ ხმაურობს. რადგან ხარია მანქანასაც კი არ გაუვლია, ისეთი სიწყნარია სოფელში. სავარაუდოდ ყველას წინავს. ალბათ სოფლის 80% იყვნენ ტაძრებში. ორი მოქმედი ტაძარია ჩვენთან. რა უყურებ, რა უკნა. ბეხას წინავთ. ბარბარეს წინავ. იოანე და ლაშა ეხა მოვლენ ალბათ არ მოხდან. გოგორა თბილი ხარ ბეჭები გამითბა. მომშივდა. ნინოსაც შია. აი მე რა საკეთებს ის ქათამი. გოგო. 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 სად არის მეორე? ის მეორე არ არის ესეთი. მოვა მოგეხუტება, მოგეფერება ერთი და წავა. ეს არ. გოგო. ძალიან ლამაზო და ძალიან საყვარელო. მე არ ჩავარდი გოგო, არ ჩავარდი გოგო. მე რა თილი ხარ გოგო, რა თილი ხარ. აუწო ხელღამე რო ველოდებოდი მეთქი ხა მოვლენი ხა ზოგადად მოდიან ხოლმე 4-ის მერე. ხო და ბარბარე მოვიდა რომელი იყო 6, 7 იყო დაწყებ თუ 6-ის რაღაცა ეგრე რომ მოხოხდა მე მეკუთუნება ხო და თან მე უყურებდი მოდი ჩადი რა თან მე უყურებდი სამეფო კარის თამაშებს და თან ვაკეთებდი რაღაცას ეგ რაღაცა ერთი კვირის წინ ვცადე რომ გამეკეთებინა რა იმიტომ რომ არასოდეს არ გამიკეთებია და თან თქვი კიდეც რომ მინდა რომ თურქეთისთვის მოვასწროთ ხო და გავაკეთო ხო და ის ერთი რომ გავაკეთე რაღაც 1 თუ 2 კვირის წინ 2 კვირის წინ ალბათ ცდილობდი გამეკეთებინა ნუ მივხვდი რომ არ გამოდიოდა ისეთი და გუშინ კიდევ ვცადე სადღაც 11 საათიდან 12 იყო დაწყებული რომ დავიწყე მორჩის 3-ზე ნუ მორჩი რა ბოლომდე არ მორჩი მაგრამ ის რაც პირველ ჯერზე არ გამომივიდა მეორე ჯერზე გამომივიდა ხო და ძალიან გმაყოფილი ვარ ფიქრობ მაგ საქმის 80% სირთულე გადავლახე შეკჭამ გოგო შეკჭამ ჩახტი აი მე ეცაკალი ჩემთან არის მაგრამ აქ გამოხარ მე ნახეთ რამდენი სარეცხია დღეს არ ვაპირებ მე მგონი რავი არა მაქვს თავი ამ ყველაფრის აი მე ჩვენ ხვალ გავდივართ ხოლმე საფლავზე წყალი საიდან მოდის არ არის წყალი თევზის ცხიმია დაღვრილი რა მოსახეხი მაქვს ტერიტორია და გინდათ ბავშვებო
აი ამ ჯემპერზე ძალიან მიყვარს ეს. ნაირად ამას გავისწორე. და ნაქსოვია უღონ ნახეთ რამხელა თვლები აქვს რა, ესე ეტყობა და თუ რაღაცას ამ ბეჭედი გამოვკა. ამ ბეჭედი გამოვკარე რაღაცა ესე ამოსდის. ხდება ჩასაბრუნებელი. ხა ტოლმუნი და დავდგა ალბათ. მე ავასწავლე. მე დავდგა ტოლმუნს. მინოშიო და კვერცხს ავუტანე ხლა. და გაჩეჩეს. გუშინ მაიამ დამიწერა რომ გაჩეჩილს არ აკეთებო, სალამი მაი. არ მახსოვს რომ გეხსენები, და მართალი ხარ. არ ვაკეთებ ხოლმე გაჩეჩილს. მიუხედავად იმისა, უზომოდ მიყვარს და თუ სადმე სუფრაზე ხვდება, პირველს მაგას ვჭამ. ოღონდ რატო არ ვაკეთებ, ახავე გეტყვით. ჩემი ჩიქანე და გარიცხილია. არ არის დარც გასაიცხებში რო არა? მაღლა ჩიქების მეტი რა. თან ჩემი. საკით უნდა იყოს წესით. მინუს ვაფრენ ეხლა ყავად, ეხლა არა მე. ეხლა არა მე. ესეც განსაკუთრებული არ ამოდის. მოხარშულ თევზში. ნუ ზოგადად შევწარ თევზში, მოხარშულ თევზში. ჩემი საყვარელი ნაწილია ეს. თავი. მიშლა შემოხარშა და არ ვიცი არაპირებს ძმაში ჩადებას. საქმრომარეობაშია და ესე დავიწყოთ თავს და ძმას და ეს თან ვასხავ ხოლმე. და კიდე მიყვარს აი ეს ნაწილი. ლაუჩის. გუში დილით ესე ყავა რომ დავისხი მე და მამი და ვჭორაობდით რა მესენჯერში. ხო და რაღაცაზე ვამბობდით ზუსტად ფილეზე და ქათამზე და რაღაცა რა მოკლედ გუში მამიდასთან ლაპარაკის შემდეგ არავწყვიტე რომ ყველაფერი გამეკეთებინა გუში და მოკლედ ფილეო და რაღაცაო რა თვითონაც ვიყიდეო ფილეო იაფათი ორნა ბიჩიო ექვსლარათო თუ რაღაცა ხო და რავია ვაკეთებ ხოლმე რა და ზოგადად ვიცი რომ ხალხი ფილეს კარგად ხმარობს და კარგად იყენებს მე ვერა და რატო ერთი ქათამი რომ აქვს ხოლმე ან რაღაცა კერძი გაკეთებული ქათმი შემოწყვეტინა ნინო შემოწყვეტინა აბა ყოლირადა ვიცი აკადო ყოლი პატარა ნაწილი მოდი ამოიღენო კუთხი პატარა წაუღია მოდი პატარები ჩავარტყა ხო და გავსინჯოთ რომელია აი აქ მალაგებ ხოლმე საჭმელებს ამასაც კაი მოდი ილო პატარებია ჩავარტყა ჩავარტყა თუ ჩავარტყა ჩავარტყა ქრისტიახსკა ჩემაიდან ჩემი რატყა მაგარი კვერცხია იცი უნდა ვჭაო როგორია კარგად გადამდამფრიე და ისე ის რანი
სიყვარს. აი, ყველას უყვარს. ხოდა მაგით ვაკეთებ გამაწყვეტინა ამან. ძვლიანი ხორცი როა ხოლმე ერთი საღამო არა ყოფდით ხოლმე და ერთი ჭამა და ეს უძლო ფილე რას უზავს. როგორც აი კურკიანი ზეთისხილი რო დიდი ხანი ყოფნის უკუდა უკურკო ზეთისხილი ზუსტად ეგრე არის და იმიტომ რომ ვაკეთებ ხოლმე ფილეს. ეხლა მქონდა ორი ქათამი და ბარკლები. ერთი ქათამი შემიწვა ერთი მომეხარშა და ბარკლები რა ვიცი ხვალ გამეკეთებია რაღაცა და ამიტომ ავდექი ქათმები მოუხარშე მოვაცალე ორივეს მკერდი მაგით გავაკეთებ ფილე და ბარკალი კიდე შევწვე. ესე გინდა? კი, გეცნი. მოდი ეს წავიღოთ. ეს დოში გასულ ინგა პაპიდას. ესა გავჭრეთ. ეს ინგა პაპიდა მოვიტანა? ინგა პაპიდას გამოვცვალე. ამას მე რატომ უნდა გამოვაცვალე მამი და ბიცოლა და აშო მყავ. ჩემი ძალსაც გავუკეთებია. სამსახურში წავიდე საკუთრე შევჭამ. ყველი ცხი და პასკა ვჭამოთ, კაი? აკო ისე შეგინ ფერი აქვს შესული. მაშინ გაბზარული იყო და იმიტომ გაგიტყა. აუ გამიცილდა. ესეც უნდა გაიხსნილო. აი დავიწყე ხა. ალბათ ხოიბა გავჭირდეთ ფეტები და მოინტერესებს. ეს მაინტერესებს. გავიყოთ თან. ხო, აუცილებლად. მაინტერესებს გულის სიდიდე რამხელა. ვერ აღიქოთ თქვენ კიდე ხარხნო ეს იმდენად პაწაწინა. მიდი ისა. აჰა, იღე ისა თებში. დაიდება კვერცხი, ეგ რას გეყოფა. აი, იქ რომელიღაცა დავლეწე ეს საშვილო. დადების ეს აჰა. დადი ესეც. აი, მოდი ახლა ჩავარტყათ და ვისდი ახლა. ჭეშმარიტად. დადი ეგეც გაქვს თქვენ და დაგიდო ყველი? კი, პატარა. პასკასაც დაგიდებ. ეგეც და რა ვიცი, მე მგონი გეყოფა. პურიც გინდა? პურიც გინდა თუ? პური არ გინდა. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც მარხვაში შეიძლება მომინდეს ხოლმე, აი უბრალოდ აი ჩაი, ტოსტი, არის ყველი. ერთადერთი. პასკის სიყვარულზე რა გითხრათ? კიდე მამაზე დავდე. თუ კვერცხი. კვერცხი საიქნება შვილობაში დრამის ხელშვა ჩაყოფდე. მე ყოფა. ვინი, კიდე პასკადან მიმართა ეს აქ დავალაგოთ შენი კვერცხუნიები და ეს მინდა უბრალოდ მოვაცარო. აუ ესეც გამიჭერი რა. ვიზუალურობისთვის ეს ოღონდ ეს სიგრძეზეა, ეს უფრო დიდად არის გაჭრილი. ხო, მაინც ხო დიდია, მაგრამ ის დიდად არის გაჭრილი, სიგრძეზეა გაჭრილი. წაიხე. მარილიც მოიყარი ამაზე. იქ არის. შეიძლება იმით შემოიფარგლოს ჩემი პასკის ჭამა. ან შეიძლება ღამე ჩაისთან. წავიდე ხა ყავმოხმასალები. რო გაიღვიძებთ, მეც მოვალ.
მაღლა უნდა ავსულიყავი და შეცივდა. სიცივე ამყვა ფეჩი მენთო გამათბობელი. ხო და მე რაღაც მინდა მეთქი და ჩავაქრე. სადღაც 3 საათამდე მენთო გარეთ ვიყავ. და რო წამოვწექი და რაღაცა და მეზარადიელის გამოტანა. და მე ფარალაშა სპორტული. აურა დამისვენათმება. ხო და მაღლა დავიფარები, დაბლა არ ამყოფნი და დაბლა ჩავწევდი, მაღლა მეხთებოდა და აი ესე დავიტანჯე და შეცივ. აუ დღეს რაღაცნაირია მინდიარი, რაღაცნაირი სიწყნარია, რაღაცნაირი სიმშვიდეა, ეხლა გერთვა, მანქანა ეხლა გაიარა. რო გავიღვიძე, სადღამე ჩქარებოდა, საჭმელი მე არ მქონდა გასაკეთებელი, არაფერი მე რა მეგავაკეთე ზოხელა გუში. ესე იგი 7 საათამდე, 10 საათიდან 7 საათამდე მე ვიდექი გასთან. და ლაშა რომ მოვიდა მე, ლაშამ შემცვალა ხორცები, თევზეული, თევზი ეგ რაც წენა განახეთ ეგ ისა მოხარშა, ის შესაძლებელი მე შევწვა. ანუ გაზი დაუთმე ლაშას. და სხვა შორის მე რო საქმეს მოვჭი სადღაც 7 საათისთვის რა, თან პარალელურად ხო ვიცი ხოლმე არ მიყვარს ჭურჭლის დაგროვება თან წყალი როა ცხელი წყლია, ხცა იმ წუთას იმოშვები და რომ მიუტრიადი, ანუ ყველაფერი თან მორჩენილი მქონდა რა და საქმე არ დამიგროვდა ესე. ეხლა ლაშამ რაც იხმარა რამდენიმე ქვაბმა გასახიხი, ნუ უბრალოდ ისე ზერელეთ. და რასვამოდ 7 საათზე შემცვალა ლაშა და რომელიც საათამდე იყო 9-მდე რაღაცა თვითონ აკეთებ და ხა ტოლმა მაქვს დასადგავი მარტო. ხო და არსად აღარ მიჩქარებოდა რა მაგიტო თქვი აღარ ავდექი და TikTok-ზე სკროლავდი ნახულობდი რაღაცა ესე იგი 10-დან 9 ვიდეო შევხვდა რა. ეს ამდენი პროფესორები საიდან არიან? სულ ყველა გინდა გახდე დიეტის გარეშე და რაღაცა შეზღუდვების გარეშე მომწერე პირადში. ერთ-ერთი მიწერე რა წინაზე და მაინტერესებდა რომ პირადში რა ხდება. და ისა უნდა გადაიხადო სადაც 30 ლარიდან არის ზოგს რა სტავკა აქვს, ზოგს რა რომ დაგიწერ კვების რაციოს ერთკვირიანი მარათონი. ძირითადად ეგი აქვს ხოლმე. და მინუს 3 კილო, 4 კილო, 5 კილო. რომელი გაწერილი კვება დამიჭერს ღამის 8 საათზე, რომ მომშივდება. და იმ გაწერილი კვებაში რო არის ერთი კვერცხი, არა. ნუ 8 საათზე ხო არავინ არ მოგცემს უფლებას ჭამის. და თუ მოგცა წელი, ნახევარი კვერცხი. ნახევარ კვერცხს ჭამ, სანამ მარილს მომაყრი მეორეს. და ზოგადად სანამ თებს გავავსებ. ხო ფიქრობ რა შევაკავებს, რომ ეგ მარათონში ჩაერთო წესით. ალბათ ის რო ფულს რო გადაიხდი და გენანება. და ჯანდაბაში ჭამ 3 დღე ნახევარ კვერცხს. არ არსებული. არ მე მაგის არ გაბუტკი. ზოგი რო წერს კიდე ის თვეში -15 კილო. ეგ შეგი დამაბით და დავიკლებ. უნდა დაიკლო ჯანსაღი კვებით თვეში 15 კილო ხვეწებით მითხარ. ქალი წელიწად ნახევარია 2 კილოზე ვერ დავიკლებ. თვეში 15 კილო. ანუ 2 თვეში გაქრები. კაი 3 თვეში. აბას წინათ რაღაცა დიეტაზე თუ რაღაცაზე ვლაპარაკობდი და მაგრად გავიცინე კომენტარში, მამიდა შევა დავიკომენტარა. ამ წონასთან დაკავშირებით თუ დიეტასთან დაკავშირებით ვამბობ რა, რომ კაი მითქაც ხა ეგ გულს არ ვიკლა მეთქი 3 კილო ადრე ისა. 3 კილო მეცა ყოფილი ვარ მეთქი რომ დავიბადე. გულ დავიმშვიდე რა, რომ ნაკლები ოდესღაც ვიყავ.
და მამიდაჩების კომენტარი ვიდეოს ქვეშ. არა, 3 არასდროს არ აყოფილ. პირდაპირ 4 დავიბადე. 4 დავიბადე და არ მახსოვს დედა მითხრა 48 სანტიმეტრი თუ რაღაცა და მოკლე და 4 კილო. აი მე რა ხელა ყოფილი იმ დროიდან. აი ესე იგი გუშინ სოსოს ვიდეოს ალბათ ბევრმა თქვენთაგან მოუყურეთ, როგორც ჩვენი ოჯახი ელოდება ხოლმე დიდი აპატარიანად მის ვიდეოებს იციხართ თქვენს. სოსოს სხვა განზომილება არის, სოსოს ვიდეოების სხვა განზომილება, რომელიც მთელი ბავშვობა ყოველთვის მაინტერესებდა, მსგავსად. და აი 24 საათში 9 მილიონზე ავიდა ნახვაზე. ეხლა ვფიქრობ, მე სად წავიდე ეგეთზე, რომ ესეთი შედეგი დავდო. თვითონ დადო Facebook-ზე პოსტი სოსომ, რომ ესეთ შედეგს არ ველოდიო და რაღაცა მადლობას იხდიდა რა, რომ დამიფასტაო, იქ წასვლაო და ის და დაუკომენტარე, რომ შეიძლება ვერც ნახოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი ემოცია გამოიწვია სიცინის. ერთხელ ეგეთ ადგილას წავიყვანე, რომ ვიდეო გადავიღო და თუ კიდე იქ დავტოვე ლეკვივით მეთქი. არა, ძალიან მაგარი კონტენტი აქვს, ხო სწორად ხომ? ძალიან მაგარი. და ეხლა ველოდები კიდე მარათონის ვიდეოს. წარმოიდგინე ეხლა დავდო ერთი ვიდეო და ამას კონდეს 9 მილიონი ნახვა. 1 საათიან ვიდეოს. მაგას იმხელა შემოსავალი აქვს მაგ ერთ ვიდეოს. 1-2 თვე ვარ დადო ფიქრით. მიწადა ძინღა გუგუ. მის მორჩაო. აი მე ახტუალებული პასკა და ყველა. მორჩი გეყო ახლა იქ ჭამა? აცარნუ. გამოდის რო კვერცხ 9 ჭამა. 2 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი პასკა. რაღაც 9 საათი იქ. აუ, D ვიტამინი მაქვს ამისთვის, უნდა დავალევინო. წვეთები. ხო და ექიმის გამოწერილი რა თქმა უნდა რა და წინაზე რო ყავდა ექიმთან თავზე გადასაღებად იმ ექიმა გამოუწერა. და იმ პერიოდში დალეული ქონდა უკვე რა ის D ვიტამინი და გავიდეს დრო და მე დააწყებინე და ეხლა უნდა დავაწყებინო, მაგრამ ზოგადად დანინოს დანიშნულებებს არაფერს არ ვაკეთებ რა და ვერავ ნახე ის დანიშნულება ეხლა უნდა მოვძებნო რომ D ვიტამინი წვეთებით რო არის ჭამის მერე უნდა დავალეინო თუ ჭამამდე ეგ არ მახსოვს 5 წვეთი კი მახსოვს და გამაქრუსაძებნი შილაკზე რომ ვამბობ, ხო იცი სანამ თურქეთში წავალ მეთქი შილაკი უნდა გავიკეთო. გადავწყვიტე რომ არ გავიკეთო. მე რო ვიცი შილაკის მოსახსენებლად მე არ მივა და უნდა გამეზადოს, მე მოვიჭრა აქ შილაკი. მოკლედ აღარ ვაპირებ. არც მანიკურს არ წავისმევ. იმიტომ რომ იქ ვიცი უკავეცალოს და არა მაქვს ის ნერვი. აი ესე წავალ. ბოლო დონეზე წაჭრილი ბრჩხილით. აი ხა შევა ის ჩქარა დაკეტე. კარი გაიღო იმისი. Там халам пошла. Папа დღეს დღეს უნდა მოვიდე. არა, პაპა დღეს კახეთში მიდის. და თავის თითმამის იმაზე საფრთხე. თქვა. დედამთილის სახელი, დედამთილის დედისა და მამამთილის დედის სახელია მერი. და ხვალა გამოლენ. ჩემო გოგო და გვეცხნო, მოდი შენ და გვეცხნო, არ გეწიწკნება და ნინოს უეწიწკნება. დასვი რა, დასვი ხა გორაუდა და მტრიანი არის. მე მერთ იმანი ცირაქნა, ნახე. მუხლებზე ფრჩხილები გაილესა. დაყვირება ვერ მოვასწალია, იქ ჩავიკუნდე რომ იქ იწვა ესა და მეფერებოდა ის უცბად რა მუხლზე და ხო
კატებად წყალების გალისვა რო იციან აი ხეზე და რაღაც და მუხლებზე არ ჩამობისვა ეგრე. მეც იგი მიქნა ერთხელ აიქ. თვე გაიჭიო და ესე გააკეთა და ხმა მაღლა ვერც დავიყურე ბავშვს ეცი. მე ხوارსად არ მიდიხარ რომ კონდეს მასე. მე ძალიან მეხანჭება. კვერცხის ცილა ნახეთ თმა თავზე. აი დატოვნა დაივარცხნოს ჭამამდე. ეხლა ვიდეოში ხوار დაგიწყებ უარცხნა მე შორილას ნერვოზი ემართება ნუაწიწკრიო. აუ ვიდეო ყავაზე ხართ მიყუდებულები ფაქტიურად. უყურეს ასოს ვიდეოს. ბარბარის ქონა გუშინ ქართული ტელევიზორში და უყურე. ბოლომდე? ესე იგი. აი რა ცოდოები არიან ოღონდ მართლა რა ხალხს არ აქვთ უფლება არაფრის უფლება არ აქვთ თითქოს ყველაფერი აქვთ ასაც ამბობდა და ზუსტად ეს შეგრძნება გამიჩნდა მაგრამ თავისუფლება არ აქვთ აი არ ვიცი შოკში ვიყავი რომ ჩამოთვალა რა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ აქვთ უფლება თმის შეჭრა შეგიძლია რომ ქალს არ უნდა ჰქონდეს მოკლე თმა მუხლზე მოtkava რო ჰქონდეს შეიძლება დახვრიტონ ჩვეულებრივ გაასამართლონ არ კიდე რა იყო რაღაცა იყო ისეთი რომელიც ნუ ეგ ხო უცხოელი ვერ გამოელაპარაკები რა იქაურს ბავშვების გარდა ვერავის ვერ დაელაპარაკა. სასტიკად იყო და გაფრთხილებული. ალბათ თქვენც ნახავთ, მაგრამ ვისაც არ გინახიათ, უყურეთ, იცოდეთ. ძალიან მაგარი ვიდეოა, 1 საათიანი ვიდეოა, მაგრამ გუშინ მთელი საქმე ისე გავაკეთე მაგ ვიდეოს. ურსასმენები მეკეთა, რომ იქ ხო გამწოვები და რაღაც ხმები იყო გაზის და ის წყლის ჩხრიალი რომ არაფერი არ გამომჩენოდა და აი თან ის შტატივზე მეტო ტელეფონი და სადაც გადავდიოდი იქ გადამქონდა და ვუყურე თვალ მოუცილებლად თან საქმე ისე ვაკეთე და აი ეს 1 საათიც არ მეყო. იმდენად მაგარი ვიდეოა, ეს 1 საათიც არ მეყო, რომ მინდოდა რომ კიდე გაგრძელებულიყო და მიხარი ეხა რომ მარათონის ვიდეო ცალკე უნდა დადოს და უნდა უყურო. ისე მარათონში რომ მიიღო მონაწილეობა ეგ ცალკე ვიდეოა აი სირბილში ვითომ ხო სპორტსმენად არის ჩასული ეგ. აი მე მართა მიიღო. ხო აბა. და მედალიც დაიმსახურა. მაგიტო იყო ჩასული ვითომ რომ იქ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ხო და არ გამოგრჩეთ, არ გადადოთ რომ აი ოღონდ იცი როგორი ვიდეოა, თვალი არ უნდა მოაცილოთ რა, ანუ ძალიან საინტერესო ყველაფერს უნდა უყუროთ. ყველაფერს. რაღაც დიდი ჩიტი რო გადაიფრენს ხოლმე ის აფრთხილებს პატარა მამალა. ესე რა ვიცი. რა საქმე გვაქვს? თითქოს ოთახი ალბათ რომ მივაწეს, რომ მოვაწეს, იქო სხვა ისეთი არაფერი. ხო, გამოწმენდავ და ეკა. და ხალიჩაზეც იქნება არსებობს ხალიჩა ყოველდღურად ითხოვს ტვერსასრუდს. და გინდა გუგუ. მოკლედ, დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, აბაჰე და აბაჰო. კიდევ და კიდევ გილოცავთ დღევანდელ დღეს. რაღაცნაირი დღეა. რო ვერ ამბობ, მაგრამ რაღაცნაირად შიგნიდან ემოციური ბავშვობიდან მიყვარდა აღდგომის დღე. მრავალს დაისწარით. ჯანმრთელები პირველ რიგში უფალი გფარავდეთ და დანარჩენი ყველაფერი იქნება.